ბაოლაიფიდან დაწყებული ყველა პროდუქტების მომხმარებელი ვიყავი და ფაქტი იყო, რომ ჩემი ორგანიზმი იყო ძალიან გაჯანსაღებული რა, არანაირი ვირუსი, არაფერი არ მეკარებოდა და მეგონა რომ ასე გაგრძელდებოდა. 7 წელი დამთავრდა 1 მაისს დაახლოებით, რომ მე წნევის აპარატი ხელში არ ამიღე და წნევა არ გამიზომია საერთოდ. და სამაგეროდ 8 მაისს საღამოს მოხდა ის რაც მოხდა, მე 9 გათენდა და გამიჭირდა თავის წამოწევა, ძლიერი სტრესები გავიარე, რაღაც გარკვეული პერიოდი მქონდა და ამ სტრესის ნიადაგზე დამემართა ჰიპერტონული კრიზი. ეს იყო მაღალი წნევები 240-ზე, 140-ზე, 240-ზე, 120-ზე. აი ასეთი წნევები. ეს იყო 8, 9, 10, 13-ის ჩათვლით დასვენების დღე იყო და ვიყავი სახლში. დღეში 2-ჯერ ზოგჯერ მოდიოდა სასწრაფო, ზოგჯერ ერთხელ და 13-ში გადამიყვანეს საავადმყოფოში. იქ ჩამიტარდა უკვე გამოკვლევები, ვეწექი ბოკერიას კლინიკაში. მისაღებში ჩამიტარდა ყველანაირი ანალიზი და პირველი კარდიოხოსკოპით და იმ ანალიზებით რაც იქ ჩატარდა, პირველი რაც დადგინდა, რომ ინფარქტი მქონდა გადატანილი. რაღაც თუ ინფარქტი მქონდა, მოკლედ ასეთი იყო სავარაუდოდ. და დამაწვინეს იქ კლინიკაში, არ გამომიშვეს. იქ ვიყავი, იმავე დღესვე გამიკეთეს კორონოგრაფია და არ აღმოჩნდა არც ინფარქტი აღმოჩნდა, არც არაფერი, აბსოლუტურად სიზარღვები იყო. ამას ხას უსმევ ახლა განსაკუთრებულ მომენტებს, რომ გაოცებული იყო ის, ვინც გადამიღო, იმიტომ რომ ესე იგი სიზარღვები იყო ძალიან სუფთა. რამდენი წლის ხარ დანა თუ საიდუმლოება არ ხო, არის? 73 წლის ვიქნები 20 სექტემბერს. აჰა, მოვდივართ ყველა. კი ბატონო, მოვძანდი. ხო, და მოკლედ დამაწვინეს ამ საავადმყოფოში, კორონოგრაფიის შედეგი კარგი იყო, საღამოს ისევ კარდიოხოსკოპია გამიკეთეს, მაგრამ რაღაცა აი ჩრდილის პრობლემა ჩანდა და მაინც ინფარქტი ეგონათ და გამიშვეს მერე MRT-ზე. ესეც გავიკეთე, ყველა კვლევები რაც იყო იქ ჩამიტარდა, აბსოლუტურად, გულის MRT-ც, ეხოსკოპია გითხარით, გულის რამდენიმეჯერ გადამიღეს, თირკმელის დოპლერი და ამის გარდა ანალიზები ყველგან და ყველა ანალიზების და ყველა კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ არანაირი ორგანული ცვლილება არ მქონდა. და ყველა ერთი და იგივეს გაიძახოდა, რომ სტრესის მიზეზია, სტრესი თუ ქონდა, სტრესი მართლა მქონდა. 2 თვე ძალიან ისეთი ძლიერი სტრესი გადავიტანე და მან გამოიწვია ასეთი რამ. ასაკი, იმიტომ ვკითხე, რომ ასეთ დროს, რომ სიზარღვები ასეთი სუფთაა, ხო, კორონოგრაფიაც ვერაფერს ვერ პოულობს და ამხელა კრიზმა, რომ აი ესეთი ორგანული დაზიანება არ დატოვა, ეს არის ძალიან დიდი დამსახურება იმ წინა წლებში მიღებული საკვებიდან ამატების. გეთანხმებით, აბსოლუტურად, იმიტომაც დავიწყე იმ სიტყვებით, რომ მე აბსოლუტურად ყველა პროდუქტი მაქვს მიღებული და კარგი როლი ითამაშა STEM-ის 3D. ესე იგი ჯენსამი მიღებული მაქვს ჯიფუში, რაცა ვართ 3 პროდუქტი 3 თვის განმავლობაში. მე ლივი აი ამ პერიოდში, როდესაც ცუდად ვიყავი, ზუსტად ლივს ღებულობდი, დამინიშნეს მკურნალობა წნევების საწინააღმდეგოდ და 5 დღის თავზე გამომწერეს სახში, რომ კარგად ვიყავი ყველაფერი, მაგრამ დაიწყო ისე წნევამ თამაში, ხან მოიმატებდა, ხან დაიწევდა, ხან მოიმატებდა და გაგრძელდა ეს კარგა ხანს, 10-15 დღე იყო ასე. და ქალბატონი თამარის რეკომენდაციით დავიწყეთ STEM-ის მიღება. დღეში ერთხელ ვსვამდი საღამოს, ასე მითხრა საღამოს დალეო ძილის წინ, იმიტომ რომ ძილი საერთოდ უკვე ამერია, ძილი არ მქონდა, ვერ ვისვენებდი, დაღლილობა მქონდა, განუწყვეტლი ქრონიკული ძალა გამოლეული, დავდიოდი შენელებული კადრებით, აი ვერ ვდგამდი, ოთახიდან ოთახში გამოსვლა მიჭირდა, მესამე სართულზე ვცხოვრობდა, პირველზე ფაქტურად ვერ ჩავდიოდი, თუ ჩავდიოდი და კიბეებზე ჩამოვჯდებოდი, მოკლედ გურულად რო ვთქვათ, მოხვავდი ქალი, უცებ ყველაფერი ერთად დამემართა რა და ვიფიქრე მოვიდა ჩემი მიქელა მეთქი, მაგრამ არა ანთლად მას ეს საქმე, მართლა სასწაული პროდუქტებია, ჩემი ორგანიზმი ძალიან გაჯანსაღებულია და თქვენ კარგად თქვით, რომ ამდენი რამის გადატანა
მართლა წარმოუდგენელი იყო, დაუჯერებელი და თვითონ ეს ექიმებიც გიშის დგადნენ რანაირად ეს როგორ შეიძლება რომ ამხელა რაღაცა როგორ გაუძლო და ცოტა ირონიულად გეტყვით ჩართვას გავაკეთებ რომ მე ვიყავი სახში მარტო და სასწრაფო მე გამოვიძახე ხო და 240 არ უთხარი 200 მაქვს 100-ზე მეთქი და რომ მოვიდა ფეხზე ვიდე კარები ღია დავტოვე და ავანტყოფს ეძებდნენ და მე ვარ მეთქი და ისეთი თვალებით შემხედენ რომ შულზე ეწერათ ვერ არის კარგათო და რო გამიზომეს წნევა და გამბატონო 200 კი არა გაქვთ 240 გაქვთ და ვიცი მეთქი და აბა რატომ მითხარითო და მოვიტყვე მოთხარ რომ არ ჩაგეთვალათ 73 წელს ამბობს 240 ამბობს და ნორმალურ ადამიანად შეიძლება არ ჩაგეთვალეთ მეთქი და ამიტომ დროზე მოსულიყავი და მართლა 6 წუთში აქ იყვნენ მოსულები და ყველაფერი გამიკეთეს აბსოლუტურად წნევა ჩამოიყვანეს 180-ზე და იმის ქვევით არ შეიძლებაო შოქში ჩაგაგდებს ხო მე აი როგორც გითხარით ამის შემდეგ წავიდა აი ესე იგი 3-4 დღის მიღებიდან 3-4 დღის ხშირად მესმის ხოლმე 3 დღეში შედეგი მქონდა ეს მქონდა და ყოველთვის მეგონა რომ გადაჭარბებული იყო მაგრამ ზუსტად 3-4 დღე გავიდა და ჩემი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა სვამდის 3 დეს ხო რა 3 დეს დალევა დაიწყე იმას გულისხმობ 3 დეს დალევას გეუბნებით ლივის ვაგრძელებდი ლივიც დამთავრდა და 3-დე დავით რომ 3-4 დღეში უკვე აბსოლუტურად შეიცვალა რა აი როგორ გითხარ ძალა დამიბრუნდა ენერგია დამიბრუნდა და ну ერთადერთი და რაც ყველაზე მეტად მე მაწუხებდა მეხსიერება დამიქვეითდა იმდენად დამიქვეითდა მეხსიერება რომ ცოტა პანიკაში ჩავარდი რა არაფერი არ მახსოვდა ახალი და ძველი მახსოვდა ყველაფერი ტელეფონებიც კი მახსოვდა ძველი და ახალს ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებდი და ну ყველაზე დიდი უბედურება ჩემთვის ეს იყო ფაქტია მაგრამ ერთი თვის თავი აი ერთი თვე არ იყო გასული რა ერთი თვე დამთავრდა ერთი 3 დღეს უკან და ახლა მეორე კოლობზე ვარ გადასული ერთი თვე არ მქონდა დამთავრებული უკვე ეს ჩემი მეხსიერებაც და გონებაც განათდა უпростоრად აღდგა ეს მეხსიერება და ახლა საკმაოდ რთული რაღაცების კეთება შემიძლია მე წლების მანძილზე დღეში დავდიოდი 12 13 14 კილომეტრს დილას საღამოს ეს იყო ორად განაწილებული და ახლა 100 მეტრს ვერ გავიდი იმ პერიოდში 100 მეტრი რო გამევლო 10 ჯერ უნდა ჩამომჯდარიყავი და ახლა უკვე დავიწყე სიახლოვე მითხარი რომ მაღაზიაში გადავედიო და რამდენჯერმე დავისვენეო რამდენჯერ კი ბატონო აგერ დელისზე ვცხოვრობ მეტროსთან და ყაზბეგის ქუჩაზე ჩასვლაზე და უკან ამოსვლას დამჭირდა ზუსტად 1 საათი აი ასე დავდიოდი მოკლედ ერთი სიტყვით მაგრამ ახლა უკვე დავდივარ 7-8 კილომეტრს ვაკეთებ უკვე დღის განმავლობაში ეს ორი სტემი და სტემი 3D პლუსი ერთმანეთს ავსებს ხო მათ შორის იგივე წნევასთან მიმართებაში და მათ შორის ნერვული სისტემის ხარდაჭერითაც იმიტომ რომ შენი წნევა გამომდინარეობდა არა ვთქვათ თირკმელისა და სხვა მომენტიდან არამედ ნერვული სტრესიდან კი სტრესიდან ხო ამიტომაც 3D-მ მოგცა სწრაფი რეაბილიტაცია ფუნქციებში ენერგიაში ყველაფერში და აი სტემთან ერთად კიდევ უფრო ეფექტური იქნება